20 წელი ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებიდან სასტუმრო რედისონში ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა საზეიმო მიღება გამართეს. შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ესწრება და იგი წერეთლის განცხადებით ჩინეთი საქართველოსთვის ეკონომიკისა და პოლიტიკის დარგში საიმედო პარტნიორია და მნიშვნელოვანია, რომ მასთან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნოთ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩმა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას კი საქართველოს ერთ-ერთ წარმატებულ ტურისტულ ქვეყნად დაასახელა. 去年8亿多美元，增加200多倍。 ჩინეთი არის ჩვენი ძალიან საიმედო პარტნიორი და ჩვენ ამ წლების განმავლობაში ჩამოვიყალიბდა საუკეთესო ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს კარგი ტრადიციები და იქნება კიდევ უფრო უკეთესი ეკონომიკური კავშირების, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არის კულტურული პროგრამები, როგორც ჩინეთში, ასევე საქართველოში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბოლო პერიოდში ჩინეთმა საქართველოს განსაზღვრა როგორც ერთ-ერთი ტურისტული ქვეყანა. მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოსთან ერთად აღვნიშნეთ ჩვენი ურთიერთობების 20 წლისთავი. ამ ხნის მანძილზე ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა ძალიან კარგად ვითარდება. ჩვენ ქართულ მხარესთან ერთად ვიშრომებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი თანამშრომლობა.